რაც შეეხება საპენსიო რეფორმას და კაპიტალის ბაზრის რეფორმას, აბსოლუტურად ღებულობ თქვენ შენიშვნას და თქვენს კრიტიკას. მე ვფიქრობ, რომ აქ შეიძლებოდა ჩვენ ცოტა უფრო ზრაფი ნაბიჯებით გვევლო და მე როგორც ვიცე-პრემიერი ამ მთავრობის, რომელიც ეკონომიკურ ბლოკს ხელმძღვანელობდი გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვიღებ ამ პასუხისმგებლობას. ვეცდები, რომ ეს მიმართულება მაქსიმალურად დავაჩქარო. საპენსიო რეფორმას რაც შეეხება, თქვენ მოგეხსენებათ, რომ საპენსიო რეფორმის დიზაინი, ალბათ თქვენ გააქვთ ეს ინფორმაცია, რომ უკვე არის დაწერილი. ის განხილული იქნა ეკონომიკური საბჭოს ხდომაზე და მოწონებული იქნა. მე გთავაზობთ თქვენ, რომ აქტიურად ჩაერთოთ ამ განხილვებში. საპენსიო რეფორმის განხორციელების დაწყება სჭირდება ძალიან კარგი მომზადება. მოგეხსენებათ, აქ საჭიროა მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების გატარება. ამ ცვლილებების განსახორციელებელი ცვლილების პაკეტზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. ასევე ინსტიტუციონალური ცვლილებები საპენსიო ფონდების შექმნის კუთხით, საპენსიო კასტოდიარის შექმნის კუთხით და შესაბამისი საზოგადოებრივი ინფორმირების კამპანია დასაწყები იქნება უკვე 2016 წელს. მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო შემთხვევაში 2017 წლის დასაწყისისთვის ჩვენ შევძლებთ, რომ უკვე რეფორმა გაუშვათ მოქმედებაში.